რადიკალურ ოპოზიციას უმძიმესი დღეები უდგას. სულ ცოტა ხნის წინ ვითომ და გაერთიანებულმა რადიკალებმა რამდენჯერმე სცადეს რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა. ყოველ ჯერზე მათი დაგეგმილი არეულობა კრახით დასრულდა. ვერც უცხოელმა ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა, დონორებმა, საერთაშორისო მხარდაჭერამ, ულტიმატუმებმა, ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო. რადიკალებმა ერთიანი პოზიცია ვერც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ვერ ჩამოაყალიბეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიებს შორის იმდენად დიდი განხეთქილება გაჩნდა, ერთმანეთს მოღალატეებსაც კი უწოდებენ. ამ ფარსში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არავინ. ესეთი ბრიყვიტუა, რომ ნახევარ ოპოზიციაზე მეტი თუ არჩევნებში არ შედის. დანარჩენი ნახევარს ფიანდაზება დაეგება საპროტესტო ელექტორატი, სერიოზული პრობლემა ქონია, მათ შორის გონებრივი. იმიტომ რომ ეს არის თამაშის ღალატი. უკვე სამწუხარო ამბავია ის, რომ ვიღაცას თავში მოსდის დღეს და კიდე საუბრობს იმაზე, რომ რამენაირად შესაძლებლობა დაუშვას იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ხო? საკუთარი თავის მიმართ არის შეურაცხყოფა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავის არ მიეცეს საშუალება ის ფიქრიც კი აღარ იფიქროს, რომ რამენაირად შესაძლებელი იყოს მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მინიმუმ გასაკვირია ეს ტექსტი და სასაცილოც არის. თუ დასაცინი არა. ეხლა ეს არის ქრონიკული ლუზერობა. ყველა პოლიტიკური აქტორი, რომელიც ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, იქნება მოღალატე. რა თქმა უნდა, სიბრიყვეც აღარ იქნება იქ მონაწილეობა, არამედ ეს იქნება ტირანის თამაში შესვლა. ლანძღვით რომ ვერაფერს გახდნენ, არჩევნების მოწინააღმდეგე პარტია დროას ლიდერმა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოიფიქრა. ელენე ხოშტარიამ 27 ივნისის საღამოს შიმშილობა გამოაცხადა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, უბრალოდ რაღაცა სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობარი ერთადერთი გზა. ხოშტარიას მოთხოვნები თავიდანვე ცხადი არ ყოფილა. დღეს ქართული ოცნება არ არის ჩემი ადრესატი, იმიტომ რომ ისინი არ არსებობს. ვერ გავიგეთ რა იყო პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის მიზანი. რა სითხოვდა ელენე ხოშტარია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რადიკალებმა ის მაშინვე გმირად გამოაცხადეს. ჩვენი ისტორია სავსეა გმირობების ხარისხით, არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ ხარისხით. როდესაც არის საუბარი 9 ძმა ხერხეულიძეზე, 300 არაგველზე, ადამიანი ითით ცოტნე დადიანზე, ხანდახან ერთი ადამიანი აკეთებდა ამას. მერაბ კოსტავაზე. მნიშვნელოვანია მისვლა და მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის, მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს და ყველაფერი გადადეს ამ ბრძოლაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც მიჯართოვებას ამხელა რისკის ქვეშ აყენებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გააცნობიეროს ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიღები ოპოზიციურ პარტიებში ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით. მისი პრინციპული და მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ არასდროს არაფრის ფასად არ შეურიგდება იმას, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს და ბრძოლას გააგრძელებს ბოლომდე ყველა გზით და ყველა ფორმით. ძალიან თავგანწირულმა ნაბიჯმა, მისმა თავდადებამ, მისმა მონდომებამ იმპულსი მიცა. ელენე ხოშტარიას აბსურდულ შიმშილობას გაუგებარი მიზეზებით შეუერთდა გედევან ფოფხაძეც, რომლის როლი მიმდინარე მოვლენებში სრულად გაურკვეველია. პასუხი კითხვაზე თუ რატომ შეუერთდა ის ხოშტარიას, რისთვის, ან რა მიზანი ამოძრავებდა გაურკვეველია, არავინ იცის. შიმშილობის დაწყებიდან 24 საათიც კი არ იყო გასული, როდესაც დროას ლიდერმა რეალური მიზეზები გაამხილა. და სწორედ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მისი თანამებრძოლების, ანუ სხვა რადიკალური ოპოზიციონერების საწინააღმდეგოდ მიმართა და მის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ერთიანი ბოიკოტის გამოცხადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ნულოვანი თანამშრომლობა, ნულოვანი აღიარება რეჟიმის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სოფლიოს პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ეს რამე ჯერ მეგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ესეც მეტყოლებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის დღეს რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისათვის, რომ ქვეყანა განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. გუშინ და დღეს კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, თუ რამდენად ძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. 4 პარტია, 40 NGO, ევროპული ბიუროკრატია
დემოკრატიის დაფინანსება მთელი deep state-ი ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 ქართული ხალხი გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის დგომა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს თუ რა მდგომარეობა არის ოპოზიციაში და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ფრონტის ხაზი ამ რეჟიმთან ბრძოლის გადის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვისურვებდი, რომ შეგვერჩია ისეთი გზა პროტესტის, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას არ დააზიანებდა, არამედ დააზიანებდა პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ზუსტად 2 დღეში ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მე ძალიან მიხარია რომ წყვეთ შიმშილობას. თუმცა რა გახდა ელენე ხოშტარიას სიხარულის მიზეზი გაურკვეველია, რადგან ერთობა საკითხთან დაკავშირებით ისევ არ არსებობს. იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, აზრი არ შეუცვლიათ. ჩვენ ახალი მოვისმინეთ გუშინ ჩვენ გავიგეთ ისევ ის რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები არ განიხილავენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ ბუნებრივია გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი გზა და ვიმოქმედებთ შესაბამისად საზოგადოებას სულ მალე ეცოდება ჩვენი საბოლოო გაწყვეტილების თაობაზე. ჩვენს გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით არსებული არც ერთი ფაქტორი და არც საერთაშორისო მხრიდან წამოსული მოწოდებები. შესაბამისად ამ ნაწილშიც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახით, რომ დიახ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ბოიკოტზე კი ისევ ის პარტიები შეთანხმდნენ, რომლებიც აქამდეც იგივე აზრზე იყვნენ. ოღონდ ახლა უფრო მასშტაბურად, რადგან ბოიკოტი დაადეკლარირეს და ფურცელზე გადმოიტანეს. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვაკეთებთ ერთობლივ განცხადებას. უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. 8 პარტია, რომელიც ხოშტარიას თქმით, ბოიკოტს აწერს ხელს, სინამდვილეში კოალიციებად გაერთიანებული რადიკალები არიან. მათგან ბარიერი მხოლოდ 4-ს აქვს გადალახული და ისიც კოალიციის სახით. ანუ ელენე ხოშტარიამ რაოდენობის გაზრდის მიზნით ფურცელზე სათითაოდ დაშალა თავისივე კოალიცია და საზოგადოებას მოაჩვენა, თითქოს რადიკალთა უმრავლესობა დაითანხმა, რაც უდიდესი ტყუილია. სინამდვილეში არაფერი შეცვლილა. მოვიდა ლაკა ხოშტარია გადარჩენილი последний герой რო იყო იმას მაგონად. მართლ პარტიაში ფიქრობენ, რომ ელენე ხოშტარიას ორდღიანი შიმშილობა გარე დაფინანსებისა და მხარდაჭერის მოსაზიდად პოპულისტური ნაბიჯი იყო. მე არ მინდა შემეშალოს, რამდენი პარტია იღებდა მონაწილეობას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. იქნებოდა ალბათ 30-მდე, არ ვიცი ხა ზუსტი რიცხვი არ მახსოვს და გუშინ თქვეს რომ 8 პარტია ვართო, ვინც არ მივიღებთ მონაწილეობას. კარგია, კოალიცია კიდევ ერთხელ დაშალეს, ეხლა რომ გაებევრებინათ რაღაცნაირად. ხან ერთად ახსენებენ კოალიციებად, შემდეგ და როცა რაოდენობა სჭირდება, დაშლიან ხოლმე და ცალ-ცალკე პარტიებად ასახელებენ. რა ვიცი, 8 თუ არ მიიღებს, 20 არ ამგონია საერთოდ რამე შეეცვა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ასე რომ ერთადერთი რაც შეიცვალა არის რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით 2 დღე იშიმშილა ადამიანმა ერთი და მეორე გვაქვს მეორე პარადოქსი რომ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ მხრივ ალბათ მოხვდებით რაღაცა მსოფლიო ჰედლაინი. მე არ ვიცი გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას ამას ვერ გაიგებს ვერავინ საკმაოდ რთული ამოსაცნობია ან გედი ფობხაძეს, მაგრამ ფაქტია რომ თავი გამოიჩინეს, თავი დაანახეს, გერმანიის ელჩიცისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა, ვინც არაპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინი არაპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. თვითონ არსია აი ამ პროცესისა, მე მგონი მაინც არის გარკვეული მესიჯების გაგზავნა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის. გახარიას პარტია იყო მათ? ისტორიაში ყველაზე მოკლე შიმშილობა. ასე აფასებს ოპოზიციური პარტია გირჩის ლიდერი ელენე ხოშტარიას პროტესტს. იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, რისთვის მიმართა ხოშტარიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ან რატომ შეწყვიტა 2 დღეში, როცა მის შიმშილს არც არაფერი შეუცვლია და შედეგი არ ჰქონია. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ალბათ ის იყო ყველაზე მოკლე შიმშილობა საქართველოში არსებულ შიმშილობათა ისტორიათა შორის. ხო, დანარჩენი რა გითხრათ? შედეგი გამოიღო თუ არა, არ ვიცი, მე მგონი აზრი მის მერე არავის არ შეუცვლია ზოგადად სამყაროზე და მithumetes ადგილობრივ მმართველობის არჩევნებში.
ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის მთავარ მიზეზად რადიკალები ვითომ და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ასახელებენ. რადიკალები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. არ აღიარებენ ეუთო ოდირის დასკვნას, რომელმაც 2024 წლის არჩევნები კარგად ორგანიზებულად და კონკურენტულად შეაფასა. კოლექტიური ნაცმოძრაობა არენდო ეუთოს ასეულობით დამკვირვებლის დასკვნას, რომლებმაც თქვეს, რომ კენჭისყრა დემოკრატიულად მიმდინარეობდა. ბოიკოტი გამოაცხადეს, მანდატები დათმეს. ახლა კი ერთიანობის შენარჩუნებასაც ვეღარ ახერხებენ. მომავალ არჩევნებში მონაწილეობასაც იგივე მიზეზით არაპირებენ. ერთი არგუმენტიც კი არ აქვთ, რასაც არჩევნების შედეგებს დაუპირისპირებენ. ეუთო ოდირის დამკვირვებლების დასკვნას გააბათილებენ. სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს მიმდინარე კვირაში გამართულ ეუთოს 32 საპარლამენტო ასამბლეაზე. პირველ რიგში ეუთოს გენერალურმა მდივანმა 2024-ში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი შეფასება კიდევ ერთხელ მისცა, ხოლო რადიკალები საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობისა და პარლამენტის ბოიკოტისთვის გააკრიტიკა. რაც შეეხება არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. ოდირმა დაწერა ანგარიშში, რომელშიც ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ასახავდა ამომრჩეველთა თანებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ პარლამენტის 40%-ზე მეტი ოპოზიციითაა წარმოდგენილი, თუმცა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატავად, თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო პარლამენტი. გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ეს ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოს ვსაუბრობთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოპოზიციის რადიკალური მიზნები ჩაკლა შვეიცარიის წარმომადგენელმაც, რომელიც პირადად იმყოფებოდა საქართველოში და აკვირდებოდა არჩევნებს. დანიელ ფაზლერის თქმით, ის, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არ მოსწონს შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე ხალხის ნება არ ასახულა. ფაზლერი ევროპული სახელმწიფოების ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. მე შარშან არჩევნებზე ვიყავი როგორც საარჩევნო მისიის დამკვირვებელი და ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრის დასრულების დროს, როდესაც ყველა დამკვირვებელი ერთად შევიკრიბეთ და ერთმანეთს ვკითხეთ, როგორ ჩატარდა არჩევნები, დავასკვენით, რომ არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული. ეს იყო სამართლიანი, არ იყო არავითარი დარღვევები. არჩევნების შედეგები ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა. ის, რომ რადიკალური ოპოზიცია მართლაც უმძიმეს ვითარებაშია, მათ მიერ გადადგმული არაერთი სასოწარკვეთილი დაბიჯი ადასტურებს. თუნდაც ელენე ხოშტარიას ორდღიანი შემშილობა, პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელმაც არაფერი შეცვალა. თუმცა, სანამ ნაცრადიკალები კრახისთვის განწირულ რევოლუციურ სცენარებს წერენ, საქართველო ვითარდება, წინ მიიწევს და ამას რადიკალები ხელს ვერაფრით უშლიან.